როგორ უნდა დაიკლოს ქალმა მენოპაუზის დროს, მაშინ როცა თითქმის ყველა ქალი, ვინც 50 წელს გადაცილდება, ამბობს, რომ მენოპაუზის პერიოდში მოიმატა მკვეთრად, მაშინაც კი, თუ წლების განმავლობაში ჭარბი წონის პრობლემა საერთოდ არ ჰქონდა. დღეს გეტყვით მთავარ გზებს, როგორ უნდა დაიკლოს ქალმა წონა მენოპაუზის პერიოდში. მენოპაუზაა, როცა მენსტრუალური ციკლი წყდება და 12 მიყოლებული თვის განმავლობაში ეს ციკლი შეწყვეტილია. ამას ეძახიან მენოპაუზას. ციკლი თავიდან ხდება არარეგულარული, ხან არის, ხან არ არის, ინტერვალები არ არის დაცული და ნელ-ნელა საკვერცხეები კარგავს ფუნქციას. საკვერცხეები გამოიმუშავებს ნაკლებ ქალურ ჰორმონებს და ნელ-ნელა მენოპაუზა დგება. შემდეგ კი ციკლი ბოლომდე წყდება. მას შემდეგ რაც ციკლი აღარ არის, ეს გარდამავალი პერიოდი არის მენოპაუზა. მენოპაუზის შემდეგ უკვე რაც წლები აღარ აქვს ციკლი, პოსტმენოპაუზალურ პერიოდს ეძახიან. საშუალო ასაკი მენოპაუზისთვის ქალებისთვის არის 52 წელი, თუმცა ზოგს 45 წლიდან ციკლი უწყდება და ზოგს 57 წლის ასაკშიც აქვს. 58 წლის ასაკისთვის თითქმის ყველას აქვს უკვე მენოპაუზა. მენოპაუზას აქვს თავისი სიმპტომებიც, მაგალითად ალები, წამოხურება სხეულის ტემპერატურის მომატება სიწითლე კანზე, ღამის ოფლიანობა, რაც შეიძლება წლები გაგრძელდეს, ქალები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც მენოპაუზა დაუმთავრდა, ზოგჯერ 10 წელი და მეტიც კი გრძელდება ეს სიმპტომები. მენოპაუზამდე ესტროგენების დონე, ანუ ქალური ჰორმონების დონე არის მაღალი და ამ ქალურ ჰორმონებს აქვს დამცველობითი ფუნქცია ორგანიზმისთვის და მენოპაუზის შემდეგ მნიშვნელოვნად ქვეითდება. თუ მენოპაუზამდე ცხიმი ძირითადად გადანაწილებული იყო ფეხებში, დუნდულოებში და კანქვეშ, მენოპაუზის მერე ცხიმი გადმოდის მუცელში. და კუნთების რაოდენობაც მცირდება ასაკთან ერთად. სხეული წვავს უფრო ნაკლებ კალორიას, ადამიანი კი ხდება უფრო უმოძრაო, მაშინ როცა იგივე რაოდენობით საკვებს იღებს და როცა 38 წლის ასაკში რა საკვებსაც მიირთმევდი, იმდეს ჭამ დღესაც 50 წლის ასაკში ან მეტის, მაშინ რა თქმა უნდა წონას მოიმატებ და ეს გასაკვირი არ იქნება. თუ ამ პერიოდს სპეციალურად მომზადებული არ დახვდები. ცნობილი ფაქტია, რომ მენოპაუზის პერიოდში, რომაულად 4 წლიანი ფანჯარა, როცა ქალს მენსტრუაცია უწყდება, წინა 2 წელი და როცა შეუწყდა მენსტრუაცია საბოლოოდ ის 2 წელი, ეს მენოპაუზალური ფანჯარა, რომელსაც პერიმენოპაუზას ეძახიან ხოლმე, ამ დროის პერიოდში ცხიმის დაგროვება ორგანიზმში გაორმაგებულია, ამიტომ ამ დროს ქალები იმატებენ ძალიან ჩქარა. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მენოპაუზის დროს ძილი ხდება უფრო ფრაგმენტირებული, ღამის ოფლიანობის გამო, ალების გამო, ძილის ხარისხის დაქვეითების გამო, ეს აძლიერებს სტრესულ ჰორმონებს, სტრესული ჰორმონები იწვევს გაძლიერებულ მადას მეორე დღეს. ხო მთავარი კითხვა და პასუხი მასზე, როგორ დაიკლოს ქალმა მენოპაუზის დროს. მთავარი შეცდომა, რასაც ამ დროს უშვებენ, არის ის, რომ ეძებენ ერთ გასაღებს, ერთ რაღაცას, მაგალითად, ან მეტი სიარული, ან ცოტა ჭამა, ან პროტეინი, ან რაიმე დანამატები, მაგრამ პასუხი ის არის, რომ არ არსებობს ერთი საიდუმლო. ეს პრობლემა თვითონ არის მულტიკომპონენტური, ანუ მრავალი რამის გამო იქმნება და მოგვარებასაც რამდენიმე საკითხზე ერთად მუშაობა ჭირდება. პრობლემა იქმნება რატომ? ესტროგენების დონე იცვლება, ქვეითდება, კუნთები განილევა, მუცლის ცხიმი იმატებს, ძილი უარესდება, მადა ძლიერდება, ინსულინის მგრძნობელობა უარესდება და ენერგიის ხარჯვა ქვეითდება, ადამიანი ხდება უმოძრაოდ. აი ეს ყველაფერი ერთად ურტყავს წონაზე და თუ ვიტყვით, რომ ერთი რამე საკითხის გადაწყვეტით შეგვიძლია ამ 6 პრობლემის მოგვარება, ასე არ იქნება რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენი მიდგომაც უნდა იყოს კომპლექსური, ამიტომ ქალმა უნდა გაიაზროს, რომ მენოპაუზის დროს წონის კლებისთვის საჭიროა სტრუქტურა, ცოტა კალორიული დეფიციტი, საკმარის რაოდენობით ცილების მიღება, ბოჭკოვანი საკვები, ძალისმიერი ვარჯიში, ყოველდღიური სიარული, ძილის პრობლემის მოგვარება. 6 მთავარი რამ უნდა გააკეთოს ქალმა
დამხმარეთ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ცილებიც, პროტეინებიც და სხვა საკვები დანამატებიც, მაგრამ მას დამხმარე ფუნქცია აქვს და არა მთავარი. მენოპაუზის დროს მთავარი იდეა ის არის, რომ არ უნდა დაკარგო კუნთი, რადგან თუ კუნთი დაიკარგა, სხეული უფრო ნაკლებ კალორიას დაწვავს, იმოძრავებ უფრო ნაკლებს და იგივე საკვები მოგამატებინებს წონაში. და რაც მეტად მოიმატებს წონაში, მით უფრო გაუარესდება ინსულინის მგრძნობელობა, კუნთები ისევ უფრო ადვილად დაიკარგება, მე ეცდები დაკლებას, დაკლების დროსაც ალკე კუნთები დაიკარგება და შემდეგ წახვალ ამ მანკიერწრეზე კიდევ უფრო გაუარესდება ინსულინის მგრძნობელობა და ასე მოიმატებს წონაში და სამ კუნთებს კარგავ. ვინაიდან ამ მანკიერწრეში არ უნდა ჩაება, აუცილებელია კუნთი დაიცვა. ანუ მენოპაუზის დროს წონის კლებისას მთავარი იდეა არის არ დაკარგო კუნთი, რადგან თუ კუნთი დაიკარგა, სხეული კიდევ უფრო ნაკლებ კალორიას დაწვავს. ანუ შეიძლება ქალი ikლებდეს წონას, მაგრამ სინამდვილეში კარგავდეს კუნთს და მუცლის ცხიმი იგივე რჩებოდეს. ამიტომ მიზანი არ არის მხოლოდ ის, რომ რამდენი კილო დავიკელი, არამედ ის, რომ რამდენი მუცლის ცხიმი, რამდენად შემცირდა მუცლის ცხიმი, რამდენად შევინარჩუნე კუნთები, რამდენად გავიუმჯობესე ძილი, რამდენად შემემცირდა შიმშილის შემოტევები. მენოპაუზისას სასწორი ზოგჯერ ტყვის. შეიძლება ikლებდე წონას, მაგრამ არ ჩანდეს ეს სასწორზე, წელის გარშემოწერილობა მცირდებოდეს და ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მენოპაუზის შემდეგ ყველაზე სახიფათო ცხიმი არის არა კანქვეშა ცხიმი, არამედ მუცლის შიგნითა ცხიმი, ანუ ვისცერალური ცხიმი. ეს არის ცხიმი, რომელიც ორგანოების გარშემო გროვდება და რომელიც უკავშირდება ინსულინ რეზისტენტობის განვითარებას, დიაბეტის რისკს, ღვიძლის გაცხიმოვნებას, გულის პრობლემებს, რადგან ეს მუცლის შიგნითა ცხიმი, ორგანოების გარშემო არსებული ცხიმი გამოყოფს ანთებით მედიატორებს და მუდმივად ანთებას იწვევს ორგანიზმში. და მეტიც, ეს ცხიმი თავის მხრივ კიდე გამოყოფს ცხიმებს, რომელიც შედის ღვიძლში და ღვიძლს აცხიმოვნებს, ღვიძლში გროვდება, ღვიძლს აზიანებს, ინსულინის მგრძნობელობას აუარესებს. ამიტომ პირველი პრაქტიკული რჩევა, რაც უნდა იცოდე, არის გაიზომე და აკონტროლე შენი წელის ზომა. კვირაში ერთხელ, დილით, ერთსა და იმავე პირობებში, არა ყოველ დღე, არა ნერვიულად, არამედ როგორც იცოდე ეს როგორც მონაცემი და არ დაუკავშირო შენს პიროვნულობას. მეორე მნიშვნელოვანი ხრიკი, რაც უნდა იცოდე, არის რომ შეამცირე თხევადი კალორიები, მაგალითად ტკბილი ყავა, ჩაი, წვენი, ალკოჰოლი, წვენები მათ შორის ხილის წვენები და ყველაფერი, რაშიც შაქარი შედის და რისი დალევაც შეგიძლია. ყველაფერი ჯობია რომ შეამცირო. მესამე საიდუმლო არის რომ აკონტროლო ფარული ცხიმი. ქალები განსაკუთრებით იმ საბაბით, რომ იღებენ ჯანსაღს, იღებენ ზეთს დიდი რაოდენობით, იღებენ თხილს, ყველს, კარაქს დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, ეს საკვები ცუდი არ არის, მაგრამ ეს საკვები შეიცავს ცხიმს, ცხიმი არის ძალიან მაღალკალორიული, ამიტომ როგორც კი რაღაც ასეთ მაღალკალორიულ საკვებს ჭამ, მისი ზომის და პორციის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. თხილი ეცადე რომ 30 გრამზე მეტი არ იყოს. თუ კი ზეთს უკეთებ, ეცადე რომ 1 სუფრის კოლზე მეტი არ გამოგივიდეს მთელი დღის განმავლობაში. ეს აგარიდებს იმას, რომ ზოგიერთ გაქვს შეგრძნება, რომ იკვებები თითქოს ჯანსაღად, მაგრამ მაინც იმატებ წონაში და ამისგან დაცვა აუცილებლად გჭირდება. მეოთხე მნიშვნელოვანი საიდუმლო არის, რომ ყოველი ჭამის მერე გაიარე 10 წუთი. არა მძიმედ, არა ბევრი, არ დაიტვირთო ძალიან თავი, უბრალოდ 10 წუთი გაიარე. ეს ეხმარება ორგანიზმს, რომ ჭამის შემდეგ გლუკოზა უფრო სწრაფად შევიდეს კუნთებში და სისხლში შაქრის დონე შემცირდეს და გლუკოზის სპაიკი არ მოხდეს, ანუ გლუკოზამ ერთბაშად არ მოიმატოს. მეხუთე რჩევა არის გააკეთე მინიმუმ 2-3ჯერ ძალოვანი ვარჯიშები, ანუ ძალისმიერი ვარჯიშები. მენოპაუზის შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმარისი არ არის მხოლოდ სიარული, საკმარისი არ არის მხოლოდ სირბილი, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ
თუ ქალი არ ავარჯიშებს კუნთებს, სხეული იღებს სიგნალს, რომ ეს კუნთი მე აღარ მჭირდება და რაც არ გჭირდება, იმას ორგანიზმი იშორებს, რასაც არ ავითარებ, ის ნელ-ნელა განილება და როცა კუნთი იკლებს, მეტაბოლიზმიც ნელდება და მეტაბოლიზმიც მცირდება. ამიტომ მენოპაუზის დროს ძალისმიერი ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ანტიმენოპაუზის ინსტრუმენტს. და ქალებს ამ დროს უჩნდებათ ხოლმე პრეტენზია ან კრიტიკული კითხვა და ლოგიკურიც, რომ რა ძალისმიერი ვარჯიში უნდა გააკეთოს მაგალითად 60 წლის ქალმა. მაშინ როცა გირები უნდა ავწიო, თუ ეს მძიმეები უნდა ავწიო, თუ როგორ ან რატო. ამ დროს ყველაზე პრაქტიკული არის ჩაჯდომები მაგალითად, ბუქნების გაკეთება. ეს ფეხის და დუნდულოების კუნთებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც სხეულის ყველაზე დიდი კუნთებია და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ინსულინის მგრძნობელობისთვის. ასევე კედელთან აზიდვები მნიშვნელოვანია ძალიან და მარტივი გასაკეთებელია. ან უბრალოდ სკამიდან ადექი 20 ჯერ, ჯერ 10 ჯერ, მერე 20 ჯერ. ასევე პლანკა ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ეძახიან core muscles, ანუ სხეულის ძირითადი კუნთების, სხეულის საყრდენი კუნთების განვითარება პირდაპირ კავშირშია ხერხემლის ჯანმრთელობასთან, ამიტომ პლანკა შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტში, ნახავთ, ძალიან გამოსადეგი ვარჯიშია. და შემდეგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც ქალმა მენოპაუზის დროს წონის კლებისთვის უნდა გამოიყენოს, არის ცილა. ცილას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ დღეს დაიწყებ პურით, ყავით, ხილით ან ფაფით, ამას შეიძლება მომავალში შიმშილი გააძლიეროს. ამიტომ დღე უნდა დაიწყო ცილით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა რჩევას შორის. დაახლოებით დღეში უნდა მიიღო შენი წონა რაც არის, იმის შესაბამისი 1 ან 1,2 გრამი ცილა. ანუ თუ 70 კილო ხარ, დაახლოებით 85 გრამი ცილა უნდა მიიღო. 70 გრამიდან 85 გრამი. შეგიძლია 100 გრამიც მიიღო, თუ თირკმელები ნორმაშია, 100-120 გრამამდე ცილის მიღება დღის განმავლობაში პრობლემა არ არის. აზრი არის, რომ მთავარ კვებაში უნდა იყოს დაახლოებით 25-35 გრამი ცილა. ეს არის საუკეთესო ვარიანტი. კარგი და ხარისხიანი ცილის მაგალითებია კვერცხი მაგალითად. იმიტომ რომ მარტივია, ნოყიერია, შეიცავს ხარისხიან ცილებს, ამინომჟავების სრულ კომპლექსს, თევზი, ცილასთან ერთად ხშირად სასარგებლო ცხიმებსაც შეიცავს, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები გაგიგიათ ალბათ და ეს თევზის ქონია. თევზის ქონი შეიცავს ამ ცხიმოვან მჟავებს. ქათამი ინდაური საქონლის მჭრელე ხორცი ან ღორის მჭრელე ხორცი შესაძლებელია. ძლიერი ცხიმების წყარვა, უბრალოდ ცილების წყარვა, უბრალოდ აქ ყურადღებით უნდა იყოთ ცხიმებთან, რომ დიდი რაოდენობით ცხიმებიც არ მიიღოთ ცილებთან ერთად. ხაჭო ბერძნული იოგურტი, კეფირი, ლობიო, ოსპი, მუხუდო, სოიო, ტოფუ, ესენი ყველა შეიცავს ცილებს, ამიტომ შეგიძლიათ მიიღოთ დღის განმავლობაში. და აქ არის მნიშვნელოვანი როლი პროტეინის ფხვნილის. პროტეინის ფხვნილი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერ აგროვებს საკმარისი რაოდენობით ცილებს დღის განმავლობაში. ცილებიც არ ღირს იაფი, პროტეინიც არ ღირს იაფი, მაგრამ ჯამში პრაქტიკულობის მხრივ ზოგი ადამიანს ურჩევნია, რომ პროტეინები მიიღოს, იმიტომ რომ ყოველ დღე ცილოვან საკვებს ვერ იღებს და ეს არ არის რა თქმა უნდა საკვების შემცვლელი ჯადოსნური ფხვნილი, მაგრამ არის მოსახერხებელი ცილის წყარო, შესაბამისად პროტეინის ფხვნილი მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესოდ წონის კლებისთვისაც და კუნთების მასის შენარჩუნებისთვის. და პროტეინის ფხვნილით შესაძლებელია იმ დღიური ცილების რაოდენობის შევსება, რაც შენს ორგანიზმს და კუნთებს ჭირდება, რადგან კუნთებს მუდმივად ჭირდება ცილის წყარო. ჩვენ ორგანიზმში კუნთები მუდმივად იშლება, ნახლდება, იშლება, ნახლდება და თუ კი ცილას არ მისცემს საკმარისი რაოდენობით კუნთებს დაიშლება და ვეღარ განახლდება. და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი კვების მერე 10 წუთის სიარული არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ახლა რაც შეეხება დანამატებს, რომელს ვიტყოდი, ტოპ 5 დანამატი, არა მარტო მე ვიტყოდი, არამედ კვლევებით რაც დასტურდება, რომ ყველაზე ეფექტური რეებია. მთავარი არის პროტეინის ფხვნილი,
რომელიც რეალურად პრაქტიკულად ძალიან სასარგებლო ცილას იღებდა, იმიტომ ერთ პორციაზე სადაც 20-30 გრამი სრული ცილა, ოღონდ აქ პროტეინის სისუფთავეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არ უნდა იყოს დაბინძურებული მძიმე მეტალებით, ანუ რეალურად უნდა იცოდე რას ყიდულობ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა თქმა უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქცია და არ უნდა იყოს დაბინძურებული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ ხშირად არის ხოლმე რომ ტყვით და სხვა მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული წონის მისაცემად და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რასაც ყიდულობ, ცილის ფხვნილს უნდა იცოდე რას ყიდულობ. ეგ ყველაზე მთავარია მოკლედ. მეორე არის ფსილიუმი. ფსილიუმი არის ხსნადი ბოჭკო, რომელიც კუჭში ფართოვდება და ნაწლავში ფართოვდება და საკვებს აყონებს, ჟელესებრ მასას ქმნის და კუჭის დაცვასაც ანელებს, ნაყროვანებასაც ზრდის და სასარგებლო ბაქტერიებსაც ზრდის ნაწლავებში. 5 გრამი დღეში უნდა დაიწყო ბევრ წყალთან ერთად და შესაძლებელია შემდეგ 10 გრამი დღეში. მესამე საკვებ დანამატს, რასაც ვიტყოდი, არის კოფეინი და მწვანე ჩაის კომბინაცია. ეს ყველა კვლევაში აბსოლუტურად, რაც კი ვისაც უნახია წონის კლების დანამატები, იცის რომ ტოპ 5-ში ყოველთვის არის ხოლმე მწვანე ჩაი და კოფეინის კომბინაცია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პლუს ეფექტური ფორმულა ეს არის. კაცობრიობა ამას დიდი ხანია იყენებს, ისედაც ცნობილია კაცობრიობისთვის და თან ეფექტურობასაც მუდმივად ავლენს. ხო, აქვე ვიტყვი რომ რედიენტი, რომელიც ჩემი შემოტანილი პრეპარატია, წონის კლების, შეიცავს მწვანე ჩაის კოფეინს და თეთრი ლობიოს ექსტრაქტს, ანუ სამის კომბინაციას და ზუსტად მაგნიშნით ავარჩიე რომ ყველაზე ანუ უსაფრთხოებას პლუს ეფექტურობა ყოფილიყო. არა მარტო ეფექტურობა, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ არ იყოს უსაფრთხო. არა მარტო უსაფრთხოება, რადგან რაღაც შეიძლება იყოს უსაფრთხო, მაგრამ არ იყოს ეფექტური. და ამიტომ უსაფრთხოს პლუს ეფექტური გვჭირდება ჩვენ ყველაზე მეტად. და შემდეგი საკვები დანამატი, რომელსაც ვიტყოდი, არის ბერბერინი. ბერბერინი უკვე სერიოზული თემაა იმ მხრივ, რომ ინსულინ რეზისტენტობის არის მნიშვნელოვანი, ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს. დაახლოებით აქვს მეტფორმინის მსგავსი მოქმედება და ეს არ არის უბრალოდ მსუბუქი ვიტამინი, ან უბრალოდ დამხმარე ნივთიერება, წამლებთან ურთიერთქმედება შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტის წამლებთან, ამიტომ რომ ექიმის გარეშე არ არის რეკომენდებული ბერბერინის მიღება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინსულინ რეზისტენტობა აქვს და ინსულინ რეზისტენტობისთვის არაფერს არ იღებს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.